მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიგე ყველა ეს ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ. პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოგიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველის ადამიანები ძალიან ბევრი პრობლემა მოგრო და ძალიან ბოროტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოიცვას ადამიანის აი რაღაცა ყოველი წუთი და წამი და ადამიანი რომ გააბოროტოს ადამიანები და სხვათა შორის გამოზდის ხოლმე, როცა ადამიანები რაღაც სუსტად არიან ხოლმე, აუცილებლად გამოდის სამწუხაროდ ჩვენ და ეს და აი ჩვენ რა მინდა იცი ხო კითხო მომძღვარს აუცილებლად რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ არ გავბოროტდეთ ადამიანები იმიტომ რომ ბოროტი ადამიანი ზეცისგან არის ძალიან შორს და მე უამრავ შეცდომას კიდე უშვებს და ყველეს ცუდი რაც ხდება რომ მის თავს უშავებს ძალიან ბევრს რა ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ადამიანი გაბოროტდეს და ძალიან ბევრი ადამიანი გააბოროტა თუნდაც რაღაცა პატარა სიმართლის ნაპერწკალმა თავიდან მაგრამ შემდგომ ეს დასასრული არის სიბოროტე უკვე ყველაფერზე ცუდი არის რა კი ყველაფრის სათავე სადღაც მართალი ხარ სადღაც იჩაგრები ადამიანი სადღაც პრობლემის ქვეშ ხარ და კი მაგრამ აი მე რო ბოროტდები უკვე აი ამაზე დიდი პრობლემა შეიძლება აღარ იყოს ჩვენ ცხოვრებაში და მოვით ხა მამა გიორგი ვაშალომიძე კოსტუმრად რომელიც ძალიან მიხარია ხოლმე მამაო თქვენი სტუმრობა დაგლოცეთ პირველ რიგში მე თვა დაგლოცო და გაგახარო და სიკეთე მოგბადლოცო თქვენს და თქვენს ტელემაყურებელს დიდი მადლობა მამაო თუ შეიძლება ადამიანები ძალიან გაბოროტდნენ და აი გაბოროტება რას ნიშნავს ანუ აი ბოროტისას უფრო აკეთებს ადამიანი ვიდრე ის ანუ თუმცა სულ თავში შეიძლება ვიღაცა იყოს მართალი და აი სიმართლის ნაპერწკლიდან რაღაცა გაღვივდა და ბოლოს რაღაც ბოროტებისკენ მიდიხარ აი ეს როგორ გავაკონტროლოთ მამაო რო არ გავბოროტდეთ იმიტომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი აი ამ სიმართლის დაცვის ქვეშ ძალიან გაბოროტდა ზოგი რა კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა, თავისთავად ცხადია გაბოროტებას აქვს თავისი მიზეზი, როდესაც ვთქვათ, ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ეუბნება გარკვეულ, ვთქვათ, საკითხს, ესეც თქვენ სწორად ბრძანეთ, შეიძლება სიმართლეს ეუბნებოდეს ის მას, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ეტყვის ამ სიმართლეს, ვთქვათ, და რას გამოიწვევს მასში, ვთქვათ, გაღიზიანებას, მით უმეტეს გაბოროტებას თუ პირუკუ რომ ხილება ქრისტიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხილების საფუძველი უნდა იყოს სიყვარული და უნდა იყოს ასე რომ ვთქვათ სითბო და არა პირუკუ. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ქრისტიანის პოზიციაზე ვისაუბროთ ხო თუ კი ვთქვათ აი ვინმესგან წყენა შემოდის შენში. აქ არის ორი გზა. ერთი ის რომ შენ ექვემდებარები ამ გაბოროტებას და შემდგომ ეშმაკიც ისე ცდილობს რომ გააღვივო შენში ეს გზნობა და გააღრმავოს და მიდიხარ საბოლოო ჯამში ეს გაბოროტება რომელიც იზრდება შენში და ბოლოს აი მიდიხარ საბოლოო ჯამში უიმედობამდე სასწრაფლებამდე და არის მეორე გზა როდესაც ადამიანი ცდილობს რომ შეებრძოლოს ამ გაბოროტებას აი ჩვენ ეთერს მიყვარს საუბრობთ ამაზე და თქვენ მითხარით რომ როგორ უნდა მოერიგოს ადამიანი ამას და მართლაც ძალიან ძნელია, როდესაც წყენა შემოდის ადამიანის შინაგან სამყაროში და მით უმეტეს, როდესაც ეს დაუმსახურებელია. ამაზე აქვს საუბარი ყველაზე თუ კი რაიმეს იმსახურებ, რა თქმა უნდა, თავმდაბლობა უნდა გეყოს რომ მიიღო, თუმცა ამის მიღებაც რომ სიმსახურებ, იმის მიღებაც კი ძნელია ადამიანის აპარტავნებისა გამო. მაგრამ მით უმეტეს და 1000 გზის მით უმეტეს, როდესაც ამას არ იმსახურებ. და ეს წყენა და ბოღმა შემოდის შენში და უკვე ამ წყენას მოყვება გაბოროტება და ბოღმა რომ და რეალურად ეს თავად შენ განგრევს საინტერესო ის გახლავთ რომ როდესაც თუ კი მე წყენა მაქვს გულში მას კი არ ვავნებ ვინც მაწყენინა არამედ ვავნებ საკუთარ სულს საკუთარ პიროვნებას საკუთარ მეს იმიტომ რომ ეს ჩემშია იცით აი ქრისტიანობა არის ამ კუთხით საოცარი რელიგია, რომ ნებისმიერი სიკეთე ბუმერანგივით უკან მიბრუნება და ნებისმიერი ბოროტება, რომელიც ჩემგან მოდის, ასე უკან მიბრუნდება. იმიტომ რომ ბოროტება, ანუ გაბოროტება ხო აქედან იღებს სათავეს ეს სწორება, ანუ როდესაც ჩემში შემოდის ბოროტი. ბოროტი რა არის? ბოროტი აი ქრისტიანული რელიგიის თანახმად არ არის არსი. ანუ ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. ბოროტება არ არის ადამიანის ბუნებითი თვისება. ბოროტება არის შეძენილი ავადმყოფობა სულისა, რომელიც შემდგომ გადადის ფსიქიკაზე, სხეულზეც კი. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ადამიანმა აი ადამიანი შეებრძოლა, ეს ბრძოლა შეიძლება იყოს გაგრძელდეს დღეები, კვირეები, თვეები, მაგრამ
გამორიცხულია თუ კი ხშირად მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან რომ იცი და იმამო მე ვიცი რომ მას უნდა ვაპატიო მაგრამ ვერ პატიო მე ვიცი რომ მას მე ეს წენა უნდა დავივიწყო მაგრამ ამ წენას ვერ ვივიწყებ რა ვქნა და რა თქმა უნდა ჩვენ მას ვეუბნებით რომ ესეც სამუშაოა საკუთარ თავად ანუ ქრისტიანობის სწორი გაგება რა არის როდესაც ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე და ცდილობს რომ საკუთარ თავში დაამარცხოს ეს წენა დაამარცხოს ეს ბოროტება იმით კიდევ ერთხელ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანში ღრმად იდგამს შემდგომ ფესვებს და გაბოროტებულ ადამიანს უკვე სიყვარული აღარ შეუძლია და შესაბამისად როდესაც თუ კი ადამიანს სიყვარული არ შეუძლია მაშინ ქრისტე არ მკვიდრობს და ისე ხდება ადამიანი გაუცხოებული ღვთისგან რომ თავადაც ვერ იაზრებს ამას ამიტომ აი ეს მუშაობა საჭიროა რომ ადამიანი აი მე ერთ მაგალითს მოვყვები და რა თქმა უნდა არ დავასახელებ პიროვნებებს ერთ-ერთი ადამიანი რომელსაც არასწორად სამსახურში ვიცი ადემოხევით ხოთში ხო კი ავიმეორებ კიდევ ერთხელ თქვენს ნებართვით რომ ერთ ადამიანს ერთ-ერთ სამსახურში რომ ერთ-ერთმა მეორე მისმა თანამშრომლმა ძალიან დიდი მახე დაუგო ასე გადატანით მნიშვნელობით როგორც ყველგან ხდება დღეს მოდაშია შურის გამო აი ეს შურზეც უნდა გამოყოთ ეს აუცილებლად ამ საკითხიდან რომ შური ხშირად ეს ყველაფერი ადამიანის გულისკენ ხდება შურის გამო შურს ფსკინვალად განმარტავს ხანსაბა რა არის შური ეს არის წუხარება ის ხვის სიკეთეს ან როდესაც ჩვენ წუხაროს ხვის სიკეთე მისაღმერთ მოკლედ შურის გამო ამ ადამიანმა ეს ადამიანი არასწორად მოექცა და ნუ ნაცვლად იმისა რომ უნდა დაწინაურებულიყო მოკლედ და მოხდა პირიქით და ამ ადამიანს გაუხარდა და ამ მეორე ადამიანს დარჩა რა თქმა უნდა წენა ამის გამო თანაც ძალიან ახლობელმა გაუკეთა ეს და ეს ადამიანი დაახლოებით 1 წელი ებრძოდა ამ ანუ მან სადარ ამ მდგომარეობას რომ მან სადარ და ებრძოდა რას რომ ეს ბოროტება და ბოღმა რომელიც გამოიწვია მისი ყოფილი მეგობრის ამ არასწორმა საქციელო მასში არ შემოსულიყო გაღიზიანდა მას მაგრამ ეს გაღიზიანება გაბოროტა კიდეც მაგრამ ბოროტება და ბოღმა არ გადაქცევა ამას გამოუცხადა რომ იტყვიან ბრძოლა საკუთარ თავში და მიაღწია და მე ნახეთ რა ხარ აი ეს არის უფალს დაუთმე უფალს ანუ უფალს დაუთმო ეს და ღმერთმა რა ქნა რომ ის ადამიანი შემდგომ რომელიც დაიჩაგრა გახდა იმ ჩაგვრელის უფროსი იმავე სამსახურში რა თქმა უნდა მას შეიძლება ეძია შური მაგრამ ეს არ იკადრა და აი ღმერთმა ეს გაუკეთა როგორც კი მან დაითმინა ეს როგორც კი მან დაამარცხა საკუთარ თავში ესა მაშინვე ღმერთმა ეს თქვა ესე იგი გადაუხადა სამაგერო იქით რომ დააჯილდოვა და ამ ადამიანსაც დაანახა თქვა ეხლა მეორეა დაინახავს თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვალიას და ვერ ხედავ ძალიან რთულია მაგრამ მეორე მხრივ უყურეთ როგორ არის რაღაცა იარა რომელიც ადამიანს თელი ცხოვრება ზოგადად არსეთი მოვლენა უკვალოდ არ ხდება და აი გაკვეთილი მამო რა უნდა გამოიტანო აქედან როგორი არ უნდა იყო კიდე რა აი თუ შეიძლება აი დიახ ამას მოგახსენებდით რომ თუ კი ადამიანი შეძლებს და საკუთარ თავში შემოსულ აი ბოღმას და ბოროტებას დაამარცხებს კიდევ ერთხელ ეს არ არის მარტივი არ არის 1 საათის საქმე ეს პროცესია მაგრამ თუ კი ამას ადამიანი გამოუცხადებს ბრძოლას და რა თქმა უნდა ღვთის დახმარებით ამავდროულად ღმერთს ხოს რომ დაეხმაროს და თუ კი ის ამას დაამარცხებს აუცილებლად ღმერთი მას დააჯილდოვებს ამ ქვეყანაზევე მარტო იმ ქვეყანად კი არა იმ ქვეყანად რა თქმა უნდა უკვე სამუდამოდ და წარუვალად მაგრამ ამ ქვეყანაზევე დაახვედებს ღმერთი მას წინ ეს ამიტომ წერია სახარებაში რომ ვინცა დაითმინოს სრულიად იგიცა სხონდა ანუ ვინც მოითმენს ბოლომდე სრულიად ნიშნავს რომ ბოლომდე დათმენა ის გადარჩება რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აღნიშნავთ ეს არ არის მარტივი ზოგადად ქრისტიანობაში მარტივი არაფერი არის მარტივი არის ცოდვის მარტივი არის რომ აყვეშენს მრისხანებას მარტივი არის ის რომ შენში ბოღმა შემოუშვა მარტივი არის ის რომ ვიღაცის შურიზებაზე იფიქრო და ასე შემდეგ აი შურიზებაც აი ესეც არის აი შეიძლება ადამიანები რაღაცა ნატრობენ რომ შური იძიონ ხოლმე შური აღარ შური აქვს ვიღაცის და უბრალოდ ისევ თავად ზიანდებიან ამით და ერთია კიდევ ეხლა მომბძო რა თქმა უნდა არის რაღაცა რაც აი ყველაფერი ზოგადად ადამიანის სულზე აისახება რაღაც შეიძლება
შევიღაცას აპატიო რაღაც, მაგრამ ის შეიძლება რაღაცა დოზით მაინც გახსენებდეს თავს. სხვადასხვა ცოდვას მიმართებაში წასია. ადამიანი, რომელიც რაღაც მძიმე ცოდვით შესულას ხოლმე, მართალია შეიძლება მან მოინანია, შეუნდო ღმერთმა აღსარება თქვა ეზიარა, მაგრამ ის მას მაინც აწუხებს თელი ცხოვრება და ხშირად უთქვა მოძრაობისთვის ადამიანებს, მამოი, ახლა ეს ხოლმე ჩავაბარე მართლა მოვინანიე გულით რაღაც რატომ აწუხებს და აი მე ყველას ვეუბნები, რომ აი გავიხსენოთ დავითს დასამეთყველი, დავითმა რომელმაც და ვიცი თქვენ სიმეცოდვა ჩაიდინა და სხვა სარგვარად სოლი და მოაკვლევინა ამ სოლის ქმარი მისი ერთგული ჯარისკაცი, და ის ამას ვერ ხვდებოდა. აი ესე ძალიან საინტერესოა. ამხელა წოდვა ჩაიდინა და ვერ იაზრებდა იმას, რომ მან ეს გააკეთა. სანამ ნათანს დასამეთყოლა არ ამხილა ის იგავით და მე მიხვდა. აი საოცარია, ესეც ხდება, რომ ერთი ადამიანი მეორეს ისე ატკენს გულს, ისე ითუმეტეს ჩვენს ეპოქაში ეს ამის ვირუსულად არის გავრცელებული, ისე გალანძღავს, ისე რა ვიცი, უიტყვიან ჩამოახრჩობს, რომ არც კი იაზრებს რას აკეთებს. და იმდენად უხშობს ბოროტი გონებას, რომ პირიქით რაღაცა აზარჩიც კი შედის, რომ რაც გალანძღავს, ანუ საკუთარი პიროვნების წარმოჩენითა დაკავებული იყო სხვის სილანძღვის ხარ, სხვას გალანძღავდა ცუდი ხარ, ესე იგი მე კარგი ამ პრინციპით. და დავითზე რა წერია, რომ თქვენ იცით, რომ 50 ფსალმური, რომელიც სინანულის ჰიმნად ითვლება ფაქტობრივად, სწორედ ამ ცოდვის შემდეგ დაწერა დავითმა და მე ჩვენმა ტელემაყურებელმა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად ისეს და რას ამობს იქ ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის ამას ამობს სულ მიდგას ეს ცოდვა შეუნდო ღმერთმა კი ბატონო მართლაც დაცრებში და ძაზებში მოინანია და წმინდანია დავითი მაგრამ ეს ცოდვა მას ბოლომდე ახსოვდა და აწუხებდა რა თქმა უნდა და ეს მე იოანე კროპიამოს რომ ესეთი რამ საგანგებოდ ხდება იმიტომ რომ ღმერთი მუდმივად გახსენებს თუ რა ცოდვილიყავი და რა შეგინდო ღმერთმა და ასევე აი ჩვენ წენაზე როცა საუბრობ თქვა და გაბოროტებაზე რომ როდესაც შენ მეორე ადამიანს აი ეს უნდა ახსოვდეს ყველა ადამიანს ვინც გაბოროტებულია და მეორე ადამიანს საყენებს შეიძლება შენ იმ ადამიანს წენა მიაყენო მაგრამ იმან შენ შეიძლება შეგინდოს მაგრამ მის სულში ეს ისე აისახება უსე ჭრილობა ხორცდება მაგრამ იარაღო რჩება აუცილებლად ესე არის ესეთი მithumat როდესაც გულისკენა დიდია ის იარა რჩება გინდა არ გინდა რა თქმა უნდა როდესაც ქრისტიანი ხარ შენ ამ იარასას კი ებრძვა ეს იარას კი არ გინდა დარჩეს იმიტომ რომ ეს საოცარი საერთო მიმტევებლობაზეა დამოკიდებული ის თუ შენ რამდენად მოგიტევებს ღმერთი მაგრამ ეს ძალიან რთულია აი ჩვენ ვამბობდით ახლა ეთერს სანამ შემოვიდოდით რომ აი ახლა გვიახლოვდება ზუსტად დღე შენდობისა როდესაც ჩვენ დიდმარხვის დაწყების ყოველას ვთხოვთ რომ შემინდე ღმერთმა შემინდოს მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არის გარეგნული ჩვენ შეგვიძლია სიტყვით აი როგორც ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს უფალი რომ ბაგით ბაქებს ეს ხალხი მაგრამ მათი გული შორს არის ჩემგან ბაგით შეიძლება ჩვენ ერთმანეთს შენდობა უთხრას მაგრამ თუ კი ამას არ ახლავს ქმედება მართლა ცდები რამ ბევრჯერ მოგვისმენია რომ თითქოს რაღაცა შეუნდო მაგრამ სადღაც მაინც გაახსენდა ამბობს აი გახსოვ შე რომ ეს გააკე ეს უკვე ცდები შეიძლება გახსოვდეს რაღაცას გახსთან ბოროტის ისეთია რომ გახსენებდეს ამას მაგრამ უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე იმ კუთხით რომ არ ვთქვათ მაინც ეს და რამდენადაც მეტად ეს კიდევ ერთხელ ეს მიმტევებულობა არ არის ეს ერთჯერადი აქტი რომ მოგი ეს პროცესია ზოგადად ქრისტიანობაში ყველა კეთილი თვისება რომელსაც ჩვენ გავუმუშავებთ სამუშაოა კიდევ ერთხელ მარტივი არის ის როგორც მინდა ისე მოვიქცე მივცე გასახანით ჩემში ვნებებს მრისხანებას შურისგებას და ასე შემდეგ იმიტომ რომ რეალურად ისეთ როგორ არის რაღაცა ამასაც გამოცდილებას გზენს ადამიანს ამ ყველაფერს რომ რაც უფრო მეტად რაღაცა გემატება ეს გარკვეული გამოცდილება და უყურებ ამ ცხოვრებას უკვე აღარც გიკვირს ესეთი რაღაცები ხო იმიტომ რომ ეხლა სადაც მაცხოვარს დასწამეს სილი და რაღაც დააბრალეს და გაასამართლეს და ჯვარსაცვეს რაღა უნდა გავუკვირდეს ჩვენ სადაც ივანე ოქროპირი განდევნეს სადაც ივან დამასკელის ხელი მოაჭრეს და რა ვიცი ეხლა რომელი ერთი დავასახელოთ რაღა უნდა გავუკვირდეს ჩვენ მაგრამ აქ ერთი რამე შენზე ძალიან ძნელია ანუ ჩვენ კი ვიცით ეს თეორიები
მაგრამ როცა საქმე შენ გეხება, პრაქტიკულად თქო შენ შეგეხება, აი იქ ვლინდება ზუსტად ჩვენ რა შეგვიძლია და ჩვენ როგორი ქრისტიანები ვართ. აი ზუსტად მაგას ვლინდება. კი. თორე ეხა ესე თეორიულად შეგვიძლია ჩვენ უამრავი და სხვის დარიგებაში და კი ბატონო სხვას დავარიგოთ, მაგრამ აი ჩვენ როგორ ვართ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ ვებრძვით ამას თუ არ ვებრძვით ჩვენში. თქვათ აი ვცდილობთ ამას ვძლიოთ თუ იმიტომ კიდევ ერთხელ ღმერთი ამას უყურებს თუ კი შენ ამას მოითმენ ღმერთი და ჯილდო წინ გელოდება მაგრამ ის მეორე არის რომ თვითონ ღმერთი გეხმარება თუ კი შენ მოინდომებ აი გამორიცხულია და ღმერთს თხოვ დახმარებას გამორიცხულია რომ ღმერთმა არ დაგეხმაროს დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მამაო, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბოროტდება ადამიანი, იმიტომ რომ აი რა არის ის მამაო, შეიძლება რაღაცა მართალი იყო, რაღაცა სიმართლის, რა თქმა უნდა, მე რო გულსმატკენ, აუცილებლად რაღაცა შეიძლება იცდილობდეო, რაღაცა შენც, რაღაცა იმას კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაო, როგორ უნდა მიხვდე, რომ მე ეს არაფერს არ მარკებ, შენ რო სამაგერო გადაგიხდება. იმიტომ რომ მე თუ შევხედე, რომ თქვენ სამაგერო არ გადაგიხადათ, უფრო მეტად ბოროტდები. მან მე გიხდი სამაგიეროს. ანუ ამ შემთხვევაში მამო, აი ამ ყველაფერს როგორ დავცილდე, იმიტომ რომ ეს არის აი რაღაცა სიმსიმეა, რომელიც თუ მოგედო, ძალიან იშვიათად რომ ადამიანი აქედან ამოძრეს, მამო, ვერ ამოძრევ, იმიტომ რომ გაბოროტებაზე უარესი არაფერი არ არის. თან მე ყოველს ცუდი რა არის ის მამაო. შეიძლება რაღაცა ზედაპირულად ვიღაცას აპატიო, რაღაცა, მაგრამ მე რაღაცა რომ დაემართება, მაინც გულს იფხან. ამბობ რომ აი ეს იცი რატო დაემართა, მე რო ისე გამიკეთა და რაღაც მომენტში მამაო შენც ცოდო ხარ როგორც ადამიანი, უსუსური ხარ, ვერ ერევი რა. შენ იმას ამ დროს მამო, აი წეღანო გეუნებოდი თქვენ რომ აი ხა ჩვენ ერთმანეთს რო აწყენინებთ, ხო? შედალოცილო, ჯერ ერთმა მიწა უნდა შეგვჭამოს. როდესღაც ერთ ეპოქად მოგვიხსენიებენ. თან აი როგორც 100,000 მოწამე. აი რომ მოვიდნენ მაგალითად და რო აწამებდნენ ამ ადამიანებს, ჩვენ ერთად უნდა გამგვიხილონ. კი რო გეტყვია რომ აი მამა გიორგი შენ ცალკე უნდა გაწამო, ჩვენ აი ბოროტის წინაშე მამაო, ერთი სამიზნე ვართ. აი როგორ შეიძლება რომ მე და თქვენ ერთი მტერი ყავს და კიდე ერთმანეთს კიდე ვმტრობდეთ, ხო? აი ესე აი ამ ხელა მასშტაბით როცა იაზრონებ, მამაო, აუცილებლად არასდროს არ იქნებს სხვა ადამიანის მტერი რა. ეს ვერ გავიგეთ, მამაო, რაღაცა ვიწრო ინტერესების გამო ზოგჯერ პოლიტიკური, ზოგჯერ იმის, ზოგჯერ რაღაც თანამდებობებრივი, ხო? ადამიანებს ერთმანეთს აი რაც ყოფითი არის და მართლა ჯოჯოხეთში თუ წაიღებ ამას თუ იმის იქით ვერ წაიღებ, გამორიცხულია რა. აი თუ შეიძლება მამო, აი როგორ უნდა იყოს უფრო მაღლა ის რომ მესმოდეს რომ ბიჭო, ჩემი გამჭირვებია. მამა გიორგის თავის გაჭირვები, რა დროს ჩემი და ამის ტრობა რაღაცა შექმნათ ისეთ რითაც ამ სიბოროტეს ვაჯობებთ, ხო? აი ამ დონეზე მამო, როგორ უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ჩვენთან რა ხდება ის მამო საქართველოში თუ ჩვენ მტერი არ ყავს და ვიღაცა არ გვიშავებს, ესე ღიათ ერთმანეთს მამო სახეს აძლევთ. ძალიან ცუდ დღეში ყავთ ერთმანეთს. თუ შეიძლება. ეხ გეთახმებით მართლაც აი ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ვართ ისევ ჩვენ. აი სწორად აღნიშნეთ თქვენ რომ აი ჩვენ ეს სოფლიო ტენდენციაა პრინციპში, მაგრამ საქართველოში რაღაც განსაკუთრებით ვართ რა ვართ 3 მილიონიც არა ვართ და ესე იგი ერთმანეთს მართლაც აი ვჭამთ რასაც იტყვიან და სადაც გაიხედავ აი რა საოცარია რომ ყველას ლანძღავს, ყველა საკუთარი თავი გონია მართალი, ყველა ესე იგი რაღაცა არასწორი ქმედების მიზეზს ყველა სხვაგან ეძებს და არა საკუთარ თავში და ნუ ასე შემდეგ. არა და ქრისტიანობა არის აქედან იწყებს ყველაფერი რომ როდესაც მე ჩემი თავიდან ვიწყებ განკითხვას მაშინ მე თავმდაბალი ვარ. ყველაფრის სათავე მაინც ბატონო გიორგი ამ პარტავნება. ეს არის ამ პარტავნების წარმონაქმნი ეს მიმღებლობა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ გონია რომ ანუ წარმოადგენ რაღაცას, თქვათ და მეორე გონია რომ საერთოდ არაუბაა და ამ გადმოსახედიდან შენს თავს აძლევ უფლებას რომ ის ადამიანი რომელიც ღმერთმა შენსავით შექმნა, ღვთის ხატადაბს გავსად შექმნა, შეიძლება შენ დღეს რაღაცა თანხა მოგცა, ან პატივი მოგცა, ან თანხმობა მოგცა და იმას არ, მაგრამ შენ ეს ამასთან ვერანაირად არ სხვა, ამის გამო არ სხვა ღვთის წინაშე. და ამით სარგებლობ, ასე ხშირად ხდება, რომ სარგებლობენ ადამიანები გარკვეული თქვათ მდგომარეობით, მაგრამ მეორე მხრივ უნდა იცოდეს იმ ადამიანმა რომ ეს დროებითია და კი ბატონო, თუნდაც აი ჩვენ ბოლო წლებში რამდენი ადამიანი ვიცით, აი რამდენი აი ჩვენს თვალწინ რომ დიდებაში იყო და დღეს გამცრობილია.
როდესაც ყველაფერი ქონდა, თითქოს წარმოედგინა და დღეს არაფერი არ აქვს და ბევრი საერთოდ ბევრს თავისუფლებას არ აქვს, ხო? ასე რომ აი ეს თუმცა დიდებაში ან პატივში აი ამიტომ წერია ფსალმოში რომ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო, ბაძვიდა პირუტყთა და უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ამიტომაც აი სახარებაში რო არის დიდრის მდიდართა რო სამედის ჭაბუკი ხო და ყველაფერს თუ დათმობ და შემომიდგები ერთიღა გაკლშენ რო და მდიდარი დაენანება თავის გონება. ანუ უყურეთ სიმდიდრე და პატივი კი არ არის წამწყვეტელი ადამიანისა. წამწყვეტელია, როდესაც შენ სიმდიდრეს და პატივს აძლევ უფლებას რო გმართოს. შენ კი არ მართავ მას. მან ის გმართავ შენ და ასევე წამწყვეტელია ის, როდესაც შენზე დაქვემდებარებულის მიმართ ავლენ კი ბატონო ესე დამოკიდებულებას რომ ის ადამიანი თქვა რაც უნდა დაჩაგრო ის ადამიანი რაც უნდა შეურაცხყოფა მიაყენო მას თქვა ხო ღმერთი მას არ დატოვებს და აი ეს პირიქით კი ბატონო და აი ეს რასაც ახლა მე ვამბობ ძალიან ბევრჯერ დაადასტურა ისტორია მე ამ ქვეყნების ისტორიას ვამბობ ახლა იმ ქვეყანაზე რომ ყველაფერი მიეგება ამაზე არც არის საუბარი ამიტომ ეს ერთი კუთხე თქვა და მეორე კუთხე არის ის რომ რანაირი ადამიანისთვისება როცა სხვა ადამიანზე უფროსობს ან რაღაცა იმაშვება აი ჩაგრავს სხვა და იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფსიქოლოგები ფსიქიატრები და ისინი ამბობენ რომ ეს ნორმალური ადამიანის მდგომარეობა არ არის მაგრამ აი რა დგას ამის უკან თუ შეიძლება ხშირად ადამიანი ამ რაღაცა გარკვეული მდგომარეობის გამო რაღაც პატივის გამო რა ვიცი თანადეობის გამო სიმდიდრის გამო და კარგავს ბოდით ესე ვთქვათ კონტროლის უბრალოდ საკუთარ თავზე და აი რამდენი მინახია ვთქვათ ამ კუთხით რომ მოსულა აი მაგალითად ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მეუბნება ხვალ ზეგეწებული ცნობადი სახე მაგრამ რა თქმა უნდა მას ახლა არ დავასახელებ მეუბნება რომ აი მამაო მე ყველაფერი მაქვსო ოჯახიც მყავსო თანხას ვაი ხო რომ დამჭი ესე მითხავს რომ დამჭიდეს ახლა დავჯავშნი ბილეთს და ხვალ დილით ვაშინგტონში გადავ მართლა იყო ამის გამკეთებელი იმიტომ რომ ვიცოდი მისი ფინანსური შესაძლებლობა მაგრამ აი ესე მითხრობ ციტირებ მის სიტყვებს მაგრამ ფიტული ვარო აი ეს ფიტული კარგად მოგეხსენებათ ხო გარედან შეიძლება ძალიან ლამაზი ჩანდეს მაგრამ შიგნით აი სიდაპლით არ და ღმერთის ზუსტად იმ შიგნითას უყურებს აი როგორც წინა სამყაროს ეუბნება რომ ადამიანი უყურებს ადამიანის სახეს ღმერთი უყურებს ადამიანის გულს შენ რაც შინაგანი ხარ ის ახარ ზუსტად ისეთი ადამიანი ხარ თორე როგორი სხეულის გაგდა როგორ კარგად შეგიძლია ლაპარაკი და ასე და რამდენი ჩინ მედალი გაქვს ამეთ კი არა აი შიგნიდან რაც ახარ აი ესაა ყველაზე არსებითი და ის გუშინ მქონდა ზუსტად საუბარი რომ აი ადამიანი ყველაზე დიდი ადამიანი რითი იცნობა თამდაბლობით დიდი ადამიანობა ვლინდება თამდაბლობით და ამისი ნიმუში თავად მაცხოვარი განკაცებული ღმერთი რომელიც ბაგაში დაიბადა და რომელიც პირველი მოსვლის ამ ქვეყნიური მოსაგრეობა იყო თავიდან თამდაბლობა რომელიც აბრალებდა კიდეც მეზვერებთან და მეზავეებთან ერთად ჭამდა, სვამდა, თქვათ. მათი ცხოვრებით ცხოვრობდა. ესაა ყველაზე არსებითი. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს ჩვენ იმას წერობთ, რომ იერარქია ყოველთვის იყო არის და იქნება და რა თქმა უნდა, იერარქიის გარეშე ქაოსი იქნება, თავისთავად ცხადია. და მაგრამ იერარქიულობა რას ნიშნავს, რომ როდესაც შენ იერარქიულად მაღლა ხარ მეორეზე, ეს ნიშნავს, რომ ზრუნველობით დამოკიდებულებაში უნდა იყოს შენზე დაქვემდებაrebulისა. მაგრამ ეხლა მეორე მხარე, რაც არ უნდა ადამიანი დაჩაგრული იყოს მეორესგან, ადამიანს მართებს მაინც მოთმინება. აი პირველი სამი საუკუნე რო ავიღოთ, ამაზე ჰქონდა ჩვენ საუბარი, ხო? ქრისტიანებს როგორ დევნიდნენ, როგორ აი ერთ-ერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ მოენდომებინათო ქრისტიანებს. რომის იმპერიას ზუსტად სამ დღეში დაამხობდნენ. იმდენად ბევრი იყვნენ, მაგრამ ისინი არავისზე ძალადობდნენ. შურისგება არ ქუდათ ბათქულში. იმიტომ რომ და რატო გახსოვთ აი ყველაზე ამის საფუძველი არის ძალიან კარგი ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც მაცხოვარი მოციქულების თანხლებით გამოდის გეცემანის ბაღიდან და მას შეხვდება იუდა ჯარისკაცებით ურთ. და პეტრე, რომელიც მახვილს ამოიღებს და მღვდელმთავრის მონას მალქოს ყურს ჩააჭრის. მაცხოვარი გაუმთელებს მას ყურს და მე პეტრეს მიუბრუნება რომ პეტრე ჩააგე მახვილი. იმიტომ რომ ვინც მახვილს აიღებს
מחვილითვე განიგმირება. აი ეს არის ქრისტიანობა. რომ ჩვენი מחვილი არის ჩვენი სიტყვა, ჩვენი სიმართლე და ამიტომ მეუბნება უფალი რომ წარმოვაჩენ მე შენ სიმართლეს როგორც შუადღეს ფსალმოში წერია. შუადღე მოგეხსენებათ ყველაზე ნათელი და მწყობრია. შენ ღმერთს დაუთმე და მე შენ სიმართლეს არ დაგიკარგა უფალი გეუბნება. და წარმოვაჩენ მას როგორც შუადღე, ანუ როგორც ყველაზე დიდ სითბოს სიკაკაშს და ხუნვარებას ისე წარმოვაჩენ. მოვა მის დრო, მაგრამ შურისგება ჩემია. მაგრამ უყურეთ აქ მეორე მხარეა. აი ადამიანი რაღაცა ითმენს თითქოს, მაგრამ აი თქვენ ძალიან სწორად შენიშნეთ თქვენს კითხვაში, რაც თქვით, რომ უხარია რაღაცა რომ შეხვდება იმ კაცს რაღაცა დაიჯება, ხო აი თითქოს ხო აი ხო, მაგრამ უხარი ხო აი ესეც აი ეს უკვე არ არის თქვა. შეიძლება ყურეთ, შეიძლება ბოროტი აღზავდე შენ რომ ეს გაგიხარდეს, მაგრამ როგორც კი ეს ბოროტის სიხარული შემოვა შენში, შენ მაშინ უნდა მიიღო დაუპირისპირო ამას ძალისხმეულის განაგდო შეგან და უნდა მიმართო ღმერთო და მაპატიე ეს აზრი და ღმერთო მას შეუნდა ხოიცით პავლე მოციქულმა საპირისპირო იყუნება საპირისპიროდი. როდესაც შენ ასეთი აზრი შემოგდის, უნდა დაუპირისპირო საპირისპირო აზრი, რომ პირიქით ღმერთო სიკეთე მიეცი მას. და იმიტომ რომ ცდე თუ კი ადამიანი სამაგიროს არ ყოფნის, მაგრამ იმით არის შეპყრობილი და იმის ოცნება აქვს, რომ მას რაღაცა დაემართოს, რა თქმა უნდა ასეთ აი მას ღმერთი არ შეიწირავს. ხშირ შემთხვევაში ეს რატო ხდება, რომ უბრალოდ მეორეს არ აქვს საშუალება, რომ შური იზიოს, რაღაც გარემოება არ არის. რომ მოეცეს, შეიძლება იზიოს, ანუ მას რომ ეს აქვს, დარჩენილ ეს ნიშნავს იმას, რომ ის მზად არის შურისგებისთვის. და რა თქმა უნდა ეს არ არის ის ქრისტიანობის დგომა. აი ამიტომაც არის საოცარი ქრისტიანობა. რა არის ქრისტიანობა? ხშირად სვამენ აი ზოგს ქრისტიანობა, რა ვიცი, მრავალ მაცხოვრის საოცრად ბრძანებს. აი სახარებაში ჩვენი ცხონებისთვის რაც არის საჭირო. სახარებაში ყველა კითხვაზეა გასცემული პასუხი. თუ კი ჩვენ სახარების ustebების თანახმას ვიცხოვრებთ, ჩვენ ცხონდებით. აი შეიძლება მოდის ადამიანი დამოს, აი მამო ნეტა რა არის ღვთისნება და რაღაცა პირობითად რომ თქვა ცაში ვიყურებით და არაფერი რა გვინდა, აგერ მოგცა ღმერთი. აგერ ღმერთი განკაცდა. თავად განკაცდა, თავად კაცობრივი ბუნება მიიღო. რაღაც ვიყურებით ცაში, თქვა ხო, თქვა. განკაცდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორედაც ცაში ავიდეთ, ანუ განვიხდოთ, მაგრამ ჯერ აქ ვაკ, იქ რომ ახვიდე, ჯერ აქ უნდა შენი ასპარეზი აქ უნდა აღასრულო. და აქ აღსრულება რომ სწორად მოხდეს, ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ სახარების ustebების თანახმად იცხოვრო. და სახარებაში შენ თუ ისე ცხოვრობ, სახარებაში როგორც წერია, ესე იგი ღვთისნებას აღასრულებ. თუ კი შენ ისე არ ცხოვრობ, როგორც სახარებაში წერია, მაშინ შენ ღვთისნების საწინააღმდეგო ცხოვრებით ცხოვრობ. და აი სწორედ დღევანდელ საკითხთან მიმართებაში რო ვთქვა, სახარებაში რა წერია, ხო? თუ კი თქვენ გეყვარებათ მარტო თქვენი მოყვასი, რა არის ეს თქვენთვის? ვინაიდან ბოროტას დავაზაგდათ უყვარს თავიანთი მოყვასები. არავინ გეტყვით თქვენ, მაცხოვრის ტყვებია, რომ გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილის უყობდეთ თქვენს მაცხოვრებს. აი ეს არის ქრისტიანობა. რომ იყავით თქვენ სრულ, აი რა ძნელია, ხო? ხშირად ჩვენ მოყვასებს არ გვიყვარს ერთმანეთი. მე შენთვის არაფერი დამიშავებია, უბრალოდ შურ შენი რაღაცას მიაღწია და ამის გამო არ მოხდა და აგერ უფალი მეუბნება რომ ტერი უნდა გიყვარდეს, ვინც გიშავებს და შეიძლება გაქვს კანონიერი, ასე რომ იურიდიული საფუძველი რომ გეზიზღებოდეს, იმაზეც კი გეუბნება რომ ესეც გიყვარდესო. აი ეს არის სწორედ ქრისტიანობა. და კიდევ ერთხელ რამდენჯერ ყოფილა რომ მოსულ ადამიანი და უთქოს მეზობელმა მანქანა იყიდა და შემშურდა. იმან რაღაცა ფარდა ჩამოკიდა ახალი და შურით და ბოღმით გავსწრო და საოცარი მეზობელმა კი ოჯახის წევრები შიგნითაც კი არის ეს რომ აი ჩემმა ძალმა ეს იყიდა, ჩემმა სიზემ ეს რო ქნა, აი ეს არ თქვი, მაგრამ დავიბოღმე და აი ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეგრე ცოტა როგორ არის, როდესაც შენ ასე რაღაცას იფიქრებ, რედგენი არის ეს შენი, ასე ვთქვათ, ქრისტიანობისა რა. და ამიტომ მნიშვნელოვანი რომ აი კიდევ ერთხელ ქრისტიანობა რაზე გადის? გადის საკუთარ თავთამუშაობაზე. თავისუფლება რა არის? თავისუფლება ეს არის გათავისუფლება ცოდვათაგან. რომ მე დღეს რაღაცა მაწუხებს, აი მაგალითად ვარ ამპარტავნების ცოდვაში, ან მაგალითად ვარ შურისგების სურვილის ქვეშ, რომ მინდა რომ შური ვიძიო რაღაცის გამო. ან თქვა რა ვიცი, ან ნება ვაკ რაღაცა ნებისმიერი ცოდვისა. მე მაშინვე თუ კი ვეცდები რომ ამისგან გავთავისუფლდე, აი მაგალითად მშურდა და დღეს აღარ მშურს. ესე იგი მე ერთი ბორკილი ჩამოვიხსენი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადვი თავისუფლებისკენ. მე რაღაცა ნება მაწუხებდა და მოვიკვეთე ეს ნება. ესე იგი მე ვინიშნავს რომ კიდევ ერთი ცოდვის ბორკილი ჩამოვიხსენი და
კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ. აი და ასე თავისუფლებით როგორც მასწავლებელი ბრძანებს შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლოთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ისეთი ლამაზი საუბრისათვის. მაგრამ სხვათა შორის კაი რაღაცა თქვით წეგან ახსენეთ, რომ შეათ ხდება ხოლმე, რომ აი მინდა რომ დავკონკრეტდე კიდევაც რაღაცნაირად, რომ რაღაცა ისეთ ადამიანებს მამა უმართლებს, ვისაც შეხედავ, რომ არ უნდა უმართლებს. აი ლოგიკურად, რა აი მართლა, რა აი ყველაზე ძვირფასი შეიძლება მის ხელშია, ყველაზე კარგი რაღაცა და არ იმსახურებს ამას უყურებს ჩვენ და ყველა მიცის რა, აბსოლუტურად რომ აი თუნდაც ელემენტარული აი კაი ადამიანია, ძალიან ცუდი ცოლი ყავს, ან ცუდი ადამიანია, კაი ქმარი ყავს და ფიქრობ, რომ აი ან კაი მშობელი ყავს, თვითონ ცუდია, რომ აი ამას რა უნდა სიტყვაზე. რამდენჯერ მიფიქრია ხოლმე, რომ აი ვიღაც აი არა ადამიანი, ძალიან მაგარ მამაოს გვერდზე დგას და მეთქი აი ამასთან რა უნდა. გიждები ხოლმე იერარქებს აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ აი ვიღაცა ცხოველი მინახავს ისეთ წმინდა კაცის გვერდით, რომ მეთქი ამას უნდა ეს რა ამის ღირსია, აი ნახეთ ეხლა უბრალოდ აი ამ კითხვასო და ალბათ თქვენცაც ნაცნობი იქნება ეს რა. რატო ხდება ხოლმე, რატო უშვებს მამა უფალი, რომ აი მაგალითად ფული აქვს იმას, აი ვინც აი ყველაზე წუწურაქი არის და არ მოგცემს. რაღაც აი ხო ხდები ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენთვის ძვირფასი და საჭირო მამა. არის ესეთი ადამიანების ხელში, რომელიც ფიქრობ, რა აი მამა გიორგი ვაშალომიძეს რო ქონდეს, ეს ქონება ან მამა გიორგი რო ქონდეს, რა მაგრა იქნებოდა გაყოფდა, ხო, მაგრამ აი ეს რატო ხდება, მამაო, თუ შეიძლება და ჩვენთვის თუ არის ეს ფიქრი ცოდვა, მამაო, თუ შეიძლება, რა იმაზე. აი ძალიან საინტერესო კითხვა და მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მე ცოტა განვავრცობდი თქვენს კითხვას და ვიტყოდი, რომ აი მაგალითად რა დააშავა ბავშვმა, რომელიც დაიბადა და მაგალითად 2 საათში გარდაიცვალა. ან რა დააშავა თუნდაც ახალგაზრდა ადამიანმა, რომელიც ავარიაში დაეტაკა, აბსოლუტურად მიდიოდა ტრასაზე და ვიღაცა გიჟი დაეტაკა და აღესრულა და გარდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კითხვა, რომ აი რატომ ერთი რამ, აი შემოზრფასებო, აი ერთი რამ უნდა ვისურვოთ, რომ აი მე თვითონ არ გეგონოთ, რომ ამას რაღაცა სწავლებით იყო თქვა, მე თვითონ ვარ გამცდელი ასეთი საშინელებისა, მათ შორის ჩემს ოჯახშიც და რა თქმა უნდა იმ უამრავ ადამიანს, რომელთანაც მე ურთიერთობა მაქვს, ჩემი მრევლი იქნება, იგივე ჩემი ოჯახია ეს ხალხი და უამრავი ჩვენს ვიცით, ჩვენს გარშემო რა ხდება. ერთი რამ, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. აი რატომ მოხდა, ვთქვათ, ასეთი საშინელება, რატო შემთხვევა მართალ ადამიანს და აგერ ვიღაცა უსინდისო, რატომ არის, ვთქვათ, რატომ ხდება ეს? ყველა კითხვას აქვს პასუხი. ოღონდ ამ კითხვებზე პასუხი აქვს ღმერთს. ღმერთს აქვს ამას პასუხი. ჩვენ რწმენა რაში უნდა გამოვხატოთ? ჩვენ ვენდობით ღმერთს. მე ვენდობი ღმერთს იმაში, რომ ღმერთი კაცმოყარეა და მას არავისთვის არასდროს ცუდი რამ არ სურს და მე ვენდობი ღმერთს. ეს არის რწმენა. რწმენა არარაციონალურია, ასე რომ ვთქვათ, თანამედროვე, ხო? თუ კი შენ ხვდები რატო რა ხდება, მაშინ რწმენა არ არის. ეს ცოდნა. ეს რეალობაა, მოცემულობაა. რწმენა სწორედ ისე როცა შენ რაღაც ვერ ხვდები, მაგრამ გწამს ღმერთის კაცმოყარების და შენ მას ენდობი და მე ის ღმერთი გაძლევს შენ ამის ყველაფერს ატანის საშუალებას და სიმშვიდეს. აი მადლობასაც ჩვენ გვინახია ადამიანები, რომლებიც უკიდურეს განსასწრებშიც კი მადლობით არიან ახსნილი და შვიდობა აქვს სულში. და გვინახია რაღაცა პატარა, აგერ ჩვენც ასე არა ვართ, პატარა გაჭირვების დროს, რომ რაღაცა წუწუნეთ ვიკლებთ ხოლმე არა ერთმანეთსაც და იქაურობასაც და აი ეს არის. აი ყურეთ როგორ აი რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი, მაგრამ აი ყოფით მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, როდესაც აი ღმერთმა ყველას ჯვარი დაწეროს და ბავშვი როცა ხდება ავად, ყველას ყავს შვილები და ან ადამიანი ხეიბარია, რა, კაი ადამიანი რამდენი. აი მოგახსენებთ, კი ბატონო. სიმსიმეა. აი ბავშვი ხდება ავად, ხო? მაგალითად ჩვენ იმ ბავშვს უკეთებთ ნემს და ბავშვი ტირის, გამოუწორა ექიმმა და ან ექიმი უკეთებს და ბავშვი ტირის. წამალს ვავსებთ ემწარება და ბავშვი ისევ ტირის. მაგრამ ექიმი იქნება თუ ჩვენ ვიქნებით ამას, იმიტომ ხო არ ვაკეთებთ, რომ ბავშვის ტირილი გვიხარია. ბავშვი ამას ვერ ხვდება. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ მის ტირილს და მის ტკივილს განკურნება მოყვება ბოლოს. მაგრამ პროცესი ძნელია. და ასევეა, დაახლოებით რომ ღმერთი, როდესაც ჩვენ რაღაცა პროცესში გვამყოფებს, ამ პროცესში ჩვენ არ უნდა ყველაფერი რითი, ბატონო, რითი შედეგით იცნობა, ხო ასე, ხენაყოფით იცნობა. ჩვენ რასაც ხედავთ ამ ქვეყანას, ეს პროცესი, ეს შედეგი არ არის. აი თქვენ რომ ბრძანეთ ვიღაცა ბავშვს სიმსივნე აქვს, თქვათ, რომელსაც არანაირი დიდი ცოდვა არ აქვს, თქვათ, ხო?
ან მით უმეტესად თუ პატარაა სულ არ აქვს პიროვნული წოდვა. პიროვნული. ხო? რა დააშავა მან, ხო? ამაზე პასუხი ღმერთს აქვს. და ეს ჩვენ ვხედავთ პროცესს, ანუ ეს ბავშვი ესე რო არის ჩვენ ვხედავთ ესე რო არის დღეს, მაგრამ რა იქნება მომავალში, ჩვენ ხო ამას ვერ ხედავთ, ღმერთი ამასაც ხედავს. ღმერთისთვის არ არსებობს დროით გაგება და ყველა ადამიანისთვის ღმერთს სიკეთე უნდა. ყველასთვის ის ვთქვათ, ავადმყოფობა იქნება ეს თუ პატიმრობა იქნება ეს თუ ასე შემდეგ, ყველასთვის საბოლოო ჯამში, თუ კი ადამიანი ყოთ სწორად მიიღებს ამას, აუცილებლად სიკეთის მომტანი იქნება. აუცილებლად. თუ კი ადამიანი ამას საკუთარ თავში მოერევა და იტყვის რომ ღმერთო, მაგალითად მე რო შვილი გარდამეცვალა ღმერთო, ეს ძნელია. ტრაგედია, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ წაიყვანე ის უფალო. შენ შექმენი, შენ მომეც, შენ წაიყვანე და შენ მეაცხოვნე ის. აი თუ კი შენ ამას იტყვი და ღმერთისას იწამებ, აი მე მოდის ღვთისგან სიმშვიდე და ატყობ რომ ეს ღვთისნება და რომ ის თუნდაც ისად შენი შვილი რო წაიყვანა ღმერთმა, შენი შვილი საკეთილდღეოდ მოხდა ეს. აი ეს არის აი კიდევ ერთხელ ეს მეორე გზა არის, აქ მესამე გზა არ არსებობს. მეორე გზა არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სვამს ამ რატომს, პასუხი რწმენაში არ აქვს და რაციონალურად ამ რატომს პასუხს ვერ გასცემს, თავის თორცხადია, წმენა არ აქვს და მიდის სრულ უიმედობამდე და სამწუხაროდ ბოლოს სუიციდამდეც ძალიან ბევრი შემთხვევა ასეთი ღმერთმა ყველას ჯვარი დასწრა. ზოგი ბოროტება როგორც დავიწყეთ. ბოროტებაც უიმედობას იწვევს საბოლოო ჯამში. გაბოროტება, როცა იზრდება და ბოღმად ისის უიმედობას, რომ აი ასკდები შენს თავს, რომ აი და ბოლოს საბოლოო ჯამში გას უიმედობით. ნუ საბოლოო ჯამში და ამპარტავნება გვირგვინდება უიმედობით. ხო. იმიტომ რომ შენ თავს ეყრდნობი. ღმერთი არ ყავს და ყოველთვის აგებ, რაც უნდა დროებით რაღაც პატივში იყო, საბოლოო ჯამში მაინც დაენარცხები. და როდესაც შენ ღმერთი არ ყავს შენ ცხოვრებაში, ვარდები უიმედობაში და სასწორებაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ ძალიან ბევრი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი განსასწრები, რომელიც ძალიან ბევრი არა, ყველა განსასწრები, რომელიც ადამიანზე ეშვება, თუ კი ადამიანი მას ჯერუნად მიიღებს, ის ამ განსასწრებისგან აუცილებლად მიიღებს სხვა შემთხვევაში სარგებელს, სხვა შემთხვევაში ღმერთის სამართლო გამოდის. თუ კი ჩვენ მარტო პროცესებით შევაფასებთ ღმერთს, რაც არ ხდება, მაშინ ღმერთი გამოდის უსამართლო. აი მე ყველას გავახსენებ, რა ქვია, ლაზარესა და მდიდრის სიგავს, გახსოვთ ეს სიგავი ყველას, ხო? ძალიან ლაზარე, აი ერთი მხრივ ლაზარე, ყველას გახსოვთ ერთი გავ, აღარ მოყვები ამას, მაგრამ აი ლაზარე, რომელიც მდიდრის სახლის, ესე იგი, მაღლის, ხო, სახლის მასთან, ღობესთან, ჭიშკართან, კარიბჭესთან წევს და იკვებება ამ მდიდრის ნასუფრალით. ლაზარე, რომელიც დაწულებულია მთელი ცხოვრება და ამ მდიდარი, რომელიც ძუნწია და ამპარტავანია, ცხოვრობს განცხრომით. აგურეთ, თუ ამიგავს აქ დავამთავრებთ, მაშინ ღმერთი უსამართლოა. საადაა. მაგრამ არის გაგრძელება, აი ეს არის სწორედ. რა ხდება მერე, ხო? სად მიდის მდიდარი და სად მიდის ღარიბი, თქვათ. კიდევ ერთხელ აუც მართალი ღარიბი, მამა, არ გაბოროტებული. ზუსტად მაგას ვამბობ, აქ ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა, რომ არც სიმდიდრეა მაცხოვრებელი, როგორც ივანე იონოქრივი და არც სიღარიბე მაცხოვრებელი. შენ გააჩნია ამ სიღარიბეს და სიმდიდრეს როგორ გამოიყენებ. და როგორ სად მიდის ის და სად მიდის, ყოველად სამართლიანი ღმერთი როგორ განსჯის მდიდარს. ყველას გახსოვთ ამიგავის დასასრული, ხო? როდესაც 64-ში აღახელს თვალს ლაზარე და მდიდარი აღახელს თვალს ჯოჯოხეთში და როგორ ეხვეწება რომ თითში წყალში ჩადე და მომეცი რათა გავიგრილო ჩემი გახული აქ გამოვლენილია თუ რა საშინელი ტანჯვაა ჯოჯოხეთში. ესაა ნათქვამი მაცხოვრის მიერ ამიგავით. და იქ აბრაამი ეუბნება გახსოვთ რომ ჩვენ შორის დიდი დანახეთქი ანუ დიდი უფსკული არსებობს და ვერავინ აქედან მაკედან აქეთ ვერ გადმოვა და ასე შემდეგ, ხო? ასე მთავრდება, მაგრამ უბრალოდ აქ საინტერესო კიდევ რა არის. მარტო სიკვდილის შემდეგ კი არ დგება ეს საფრთხო რაღაცა სიკვდილის რა თქმა უნდა საბოლოო შედეგი მაშინ დგება, მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ქვეყანაზე ითმენ რაღაცას მაშინვე მშვიდდები. მე ერთ მაგალითს მოგიყვებით. ერთ-ერთ, ნუ ახლა ვიწევს გულებს ახლა ამაზე ახლა არც არის საუბარი საჭირო, მაგრამ ერთ-ერთ კლინიკაში მივედი და ერთ-ერთი დედა, რომელსაც ორი შვილი ეწვა რეანიმაციაში და ორი შვილი ტყუპები და ისეთი სიმპტომებით იყო, რომ ეს ბავშვები იქიდან ვერ გამოდიოდნენ. და ვის გამოდიოდნენ. და ეს დედა მე ისე მელაპარაკა
აი მე ვიციო, მამა რომ ეს ღმერთმა მომივლინაო. ჩემი შვილები ღმერთმა გააჩინა, მან მითხრა მე და მე ღმერთს ვენდობის სრულად. ძალიან მშვიდა და მადლობელი ვარ ღვთისა, ამბობდა ის. ამ დროს თქვა აი გვინახია ადამიანი, რომელიც აი სულ პატარა გასასწრების გამო, იმის გამო რომ თქვა პირობითად ვამბობ. ავარია მოვიდა სიტყვაზე. ან ხელფასი არ ჩაერიცხა 25-ში ვთქვათ, და ან ვთქვათ რაღაცა ჩითის კაბა უნდა და ვთქვათ სხვა მატერიის კაბა უყიდა ვთქვათ მეუღლემამში. ნუ ამის გამო შეიძლება ჩავარდეს რაღაცა იმაში რომ აი დრტვინვაში რომ აი ეს არის ქრისტიანობა რომ აი რომ შევაჯამოთ ჩვენს მიერ თქვა და ვთქვათ საბოლოო ჯამში ერთი რამ რომ მე აი ვისარგებლებ თქვენი ეთერი, თქვენი სვენებართვით და ყველა ვინც განსაი თქვენ ძალიან კარგად იწყებთ თქვენს გადაცემას, ამას მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ აი განსასწრებში ვინც ბრძანდებით, თქვათ განსასწრელი ყველის და არ არსებობს ქრისტიანი განსასწრელის გარეშე. არ დაგაბრკოლოთ იმან, აი რა ჩვენი ჩვენ დავიწყეთ, რომ ვიღაცა უზნეოს უფრო მეტი აქვს, შეიძლება რაღაც მატერიალური ყოფითი თვალთახედვით. და თქვენ თქვათ რაღაცა ეს ამან არ დაგაბრკოლოთ, იმიტომ რომ ეს პროცესია. ღმერთს მიენდეთ და როგორც მე ვთქვი, ღმერთი წარმოაჩენს თქვენ სიმართლეს როგორც შუადღეს. ღმერთი თქვენ, ანუ მარტო ამ ქვეყნ თუ კი ღმერთის ყოვლად სამართლიანობას იწამებთ, თუ კი იწამებთ იმას, რომ ღმერთი არის ერთადერთი, რომელსაც ადამიანი ყველაზე მეტად უყვარს, ვიდრე ჩვენ გვყვარს, ჩვენი აი ყველაზე ახლობელი ვინცაა დედა, მამა, შვილი, მეუღლე, ღმერთს 1000-ის უფრო მეტად უყვარვარ ჩვენ. ეს ამას თუ ვიწამებთ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება. თუ შენ ამას არ იწამენ, აბი ჭეშმარიტება არ შეიცვლება, შენ შეიცვლები უბრალოდ. მაგრამ თუ კი შენ ამას იწამებ, თუ კი შენ ამას ენდობი და თუ კი ამით გამოავლენ, წმენა საქმე და გარეშე მკვდარია, მაშინ რა თქმა უნდა, ღმერთი შემოვა და ღმერთი დაამშვიდებს შენ ცხოვრებას და ღმერთი გაზიდინებს იმ ტვირთს, რომელსაც შენ ტვირთულობ. ძალიან დიდი მადლობა მამა, ისეთ ლამაზ საუბრეს. სხვადასხვის მამა, აი რა არის ის მამა, აი ყველაფერი დროებითია. მე სხვადასხვის ეს აი ეს ამაოება რაც არის, თანადოება იქნება, ის რაც არ უნდა იყოს, ხო? რაღაცნაირად მე ადამიანი რომ ამას უნდა შეელიოს, ძალიან უჭირს რა. ამათ ვიღაცას გონია რომ დიდ დრისათვის რაღაცა მთელი ცხოვრება გულავია, მაგრამ ის დღეები უდგება რომ ძალიან წარდება მე. ეს ყველაფერი მე აი ძალიან ის თანადოება იქნება თუ ის სიმდიდრე სიკვდილის წინ როგორ გენანება, იცი ყველაფერი რო ვერელევი წარმოიდგინე და რაღაცაი ჩვეულებრივ ასპექტში რო გადადიხარ და რაც ხარ არარაობა იმას რო ხედავ მე. აი ეს ცხოვრება რაღაცნაირად აი ბოროცაზე დადგას და რაღაცნაირად არის ხოლმე ეს მომენტები იქნება უსამართლობით გაჟღენთილი არის. ეს ის ქვეყანა არის და ის სამყარო, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს ეხლა და ჩვენ უმოვითხოვთ ჩვენთვის რაღაცა იმას აქვია ანგელოზები არ ვართ ჩვენ და რაღაცა სამართალს, იმიტომ ჩვენც გვექნება ტკივილი, ეს აუცილებლად იქნება და უბრალოდ სამართალი ის არის, რომ მართლა ბოლოს სიტყვა ღმერთს ეკუთვნისო და აუცილებლად ის აუცილებლად დაგიფასებ თუ ღირსეულად გადაიტანთ და რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს და მადლობა მამა ამ ყველაფრისა და ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება მამა აი ბოლოს 7 წუთი დარჩა, რას დამატებთ, იმიტომ რომ აი კაი ადამიანი ხა მამა გიორგი სანამაშვილის ის ბიჭი რო გარდაიცვალა, მეორე ადამიანიო, გადაეფარაო. სუნდოდაო, ხო? სუნდოდაო ზურას და ის გიორგი ერქვა ამ ბიჭს რომელიც გადაიფარაო გია ერქვა თურმე და სუნდოდაო რომ სამშობლოსათვის თავი დავდო რა. აი როგორი რთული არის ახლა, მაგრამ აი მათი ოჯახებისათვის რა თქმა უნდა, მაგრამ რამხელა ნაბიჯებია და ამხელა სიყვარულია აქ ნაჩვენები რომ ის მეორე ბიჭი გადაფარებია მამა წარმოიდგინეთ და აი ესეთი სამყარო არის, აი ესეთი ადამიანები კვდებიან სამწუხაროდ ჩვენ და ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე რა და აქ ჩვენ ახლა სამართალს რო ვეძებ და რაღაც შეიძლება ვერ ნახოთ, იმიტომ რომ ჩვენი სამართალი და ადამიანური საზომი სულ სხვა, ღმერთის სულ სხვა არის და ღმერთის არის ნამდვილი, რაც შეიძლება ჩვენ რაღაც უსამართლობად მოგვეჩვენოს. ის ზეცაში იყოს ყველაზე მაღალი თამასა. აი ხა რო გადაიფარა ადამიანი და მოკვდა, ხო, საშინელებაა, ხო? ჩემს უსამართლობაა წმინდა გიორგი რო აწამეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ღმერთისათვის ყველაზე მაღალი თამასა დაიდო იქ. აი ესეთი რაღაცა რა ჩვენ ვერ განსაზღვრავთ რა, ზეცა კარნახობს აქ და აი ესეთი რაღაცა რა ვიცი ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ აი სულიერი ხედვა მოგცეს რომ აი ესე ფართოდ ვიყუროთ რომ ზეცამდე ავიდეს და მე უბრალოდ აღარ გაგვიკვირდება რა და ამისაც საჭიროა აი ესეთი მოძღვრები ისეთი ადამიანი გუშინ მამო ესა რა ქვია დედა არის დედა ნინო არის ერთ მცხეთაში აი არაჩვეულებრივი ადამიანი არის ოპერაციას იკეთებდა რა და კიდე მირეკავდა და ჩემზე დარდობდა წარმოგიდგენთ დღეს იკეთებს თუ შეგიძლიათ მონაზონი ნინო რომ მოიხსენიოთ აი ჩვენც აი
დედა ქეთევანთან არის, ამ დიდ ადამიანებთან არის, მაგათ მოხსენება ისედაც არ აკლიათ, მაგრამ გეხვეწებით რა მოიხსენიეთ ოპერაციას იკეთეს ფეხზე, რაღაცა უნიშნელოს, მაგრამ გთხოვთო ჩაწეროთ, რომ მე ბევრი ხანი უნდა რეაბილიტაციას და მოიხსენიეთ რა მონაზონი ნინო, გთხოვთ, ძალიან ბევრი აქვს ქართული ეკლესიითაც და ჩვენთვის გაკეთებული და მადლობა იმისათვის, რომ ხართ დედაო, რა ვიცი, ჩვენი გულშემატკივრო დღესთელი დღე იმდენი სანთელი დაუნთეო, რა ვიცი და მამო თუ შეიძლება რომ დაამატოთ კიდე ბევრი კაი ადამიანი მიდის, მამო, ეხლა ამხელა უსამართლობაა მამა აკაკის წასვლა ჩემი თვალით. მაგრამ იმან დაისვენა ღვთისასუფეველში. აი ხა აქ რო არ მიზის ხოლმე, ჩემთვის, რა ვიცი, აი მეხის დაცემა იყო ჩემთვის, რა უნდა ვქნათ? ერთ მამაოს უთხარი მე, რომ თქი აი მამა აკაკი რო წავიდა მეთქი, ამხელა ტკივილი ხანახა ლამის დაურეკო ხოლმე, ისე მენატრება და ისაო რა ქვიო. წმინდა ნიკოლოზიც წავიდაო, ისი წავიდაო. ანუ ეს ადამიანები მიდიან იმ ხრივ, რომ მამა თეიმურაზი სულ მან დიჯდა ხოლმე, მამა ჩვენი, რა ვიცი, მამა იოსები, რა ვიცი, ვინც არიან ეს დიდი ადამიანები. რა აი ვერ არის, აი ესეთი უსამართლოა ეს სამყარო და რა ვიცი, აი ესე ხდება ხოლმე სამწუხაროდ. თავარი ერთმანეთი დავინდოთ და ერთმანეთი გვახსოვდეს. თუ შეიძლება ბოლო 5 წუთი რას დაამატებთ? მე დავამატებდით აი რასაც თქვენ. მე სანანებელი რო არ გაგვიხდეს, თუ შეიძლება, იმიტომ რომ აი მე ლაზარესთან დიდარი ხო ნანობდა, რომ რამდენ სინანებდა, ხო? რა თქმა უნდა, აი ყველაზე საოცარი რომ გარდაცვალება აბსოლუტურად ყველაფერს აი დღეს თუნდაც აი ეს დაპირისპირება ერთმანეთში თუნდაც დაპირისპირება სოფლიოში არა მარტო ჩვენთან ამდენი საბოლოო ჯამში აი როგორც აი აღელავ საბოლოო ჯამში წყდარდება აი კარგად აქვს არა რუსთავის ნათქვამი რომ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერც საკლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთად მოყმე და მხცოვანი ანუ ერთად შეყარა მოყმეც ანუ ახალგაზრდას ეს ჯობს ისოსა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი მაგრამ აქ რა არის თავი რომ გარდაცვალების დროს გარდაცვალება აი დღეს ადამიანის სიცოცხლე გაიხანგრძლივობს 1000-ნაირი რაღაცა სამედიცინო манипуляციები არსებობს და ეს რა თქმა უნდა არ არის თქვათ აკრძალული მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანმა ვერ დაამარცხა სიკვდილი სოფლიო ისტორია არის ბრძოლა ერთმანეთის მიმართ მაგრამ სიკვდილს ვერას იმიტომ რომ სიკვდილს ამარცხებს მხოლოდ ქრისტე მხოლოდ ქრისტეზეა ნათქვამი აღდგომის ტროპარში სიკვდილითა სიკვდილისა დაამზღვრელი და თუკი ჩვენ გვაქვს იმედი თუ კი ჩვენ გვაქვს ქრისტეს იმედი მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ სიკვდილზე და თქვენ რა ბრძანეთ რა თქმა უნდა ადამიანები მედიან ამასინოთ წესის აღება სამწუხაროდ ხშირად გვიწევს და უნებოდით ერთ-ერთს რომ აი უკვე ჩვენ მათ აღარ ველოდებით აქ ისინი გველოდებიან ჩვენ და ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ჩვენს და ისინის ერთად ვიყოთ სასწაულში ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი თორე ეს გარდაცვალება რა თქმა უნდა მტკივნეული თვითონ მაცხვარი სტირო და გახსოვთ თქვენ როდესაც ლაზარეს სიკვდილის სრემლოდა იესოცა იოანე მახარებელი წერს მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაც უნუგეშობაში გადასვლა იმიტომ რომ ყურეთ ეს თავად ჩვენი მიცვალებულს აზიანებს აი ეს თქვენ რო დაასახელეთ შემთხვევა სწორედ იქ უთხარი ჭირის უფლებს რომ თქვენ ეხლა მოვალენი ხართ რომ პირიქით რომ აი ზურა რო გაახარო და ასეთი ზურა კი ბევრია საქართველოში სამწუხაროდ თქვენ რო გაახარო ჩემო ზრიფასო ჭირის უფლებო თქვენი ახლობლები თუ შვილები თუ მეუღლეები თუ ნათესავები ვინც გარდაცვლილნი არიან იცოდეთ რომ მათი გახარება გადის თქვენს ქმედებაზე თქვენს ქრისტიანულ ცხოვრებაზე არა უნუგეშობაზე არა საზოგადოებაზე არამედ ქმედება რომელიც დაფუძნებული და დამყარებული რაზე რომ მოიხსენიოთ ისინი იღვაწოთ თქვენ თვითონ იცხოვროთ ქრისტიანულად ვინაიდან კიდევ ერთხელ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი იქეთ მივდივართ ასე თქვა და მოვადრო ეს არის რომ ჩვენ წეხან დიდებას და პატივზე რომ საუბრობდით ბევრჯერ გვითქვა მათ შორის თქვენს ეთერშიც დავით აღმაშენებლის ეს გალობანის ნაულისანი რას ამბობს ხო თავისი მეფობის ზენიტში ამბობს რომ როდესაც ჩემი სპა სხვა შეუდგება როდესაც ჩემს მიწას სხვა დაიჭერს და ჩემს გვირგვინს სხვა დაიხურავს მაშინ და როდესაც მე შიშველი მოვალ უფალო შენს წინაშე მაშინ გამიხსენე მე აი ეს არის ყველაზე მთავარი და მე აი თქვათ აი ჩვენი საუბრის ბოლოსაც ყველას მინდა გისურვოთ რომ უბრალოდ აი გვიყვარდეს ერთმანეთი ვინაიდან აი არაფერი არაფრად არ ღირს გარდა ამისა სხვა ყველაფერი დასრულებული ერთადერთი რაც არ დასრულდება და ჩვენ ღმერთთან და ღმერთში გვამყოფებს ამ ქვეყანაზეც და იმ დაუსრულებელ სამყაროშიც არის სიყვარული
ძალიან დიდი მადლობა მამო ესეთი ლამაზი საუბრისათვის და რა არის ეს სიყვარული ამაზე გამახსენდა ეხლა რომ რაც ხშირად არის ხო აი პატიმრებს ვიხსენიებ ხოლმე იმას ვიხსენიებ აი ხა ამას წინათაც აი თანამდებობის პირები დაიჭირეს რაღაცა ვახსენე რა და რაღაცა მეუნება იციო აუ რატო ახსენეო მაგანო იციო რაღაცა იქ წერენ ხოლმე მამო მე რაღაცაო ისაო რაღაც შეეშალა ეს შეეშალა ვიდრე აი ადამიანის სიყვარული რა არის ის მამო აი რა თამასაზე ვერ აუწიე ეს ის რომ აი როცა გამოვა ის შეიძლება მე თუ რამე პრეტენზია მაქვს თქვენთან გითხრათ მაგრამ შენ რო გაჭირვებაში ხარ როგორ შეიძლება მე ამ გაჭირვებაზე შენ მე ეს იმას ნიშნავს რომ მთაზე რო ვიჩეხებით ორივე და მე რო შენ იქ რაღაცები მოგთხო ადამიანი პატიმრობასა შინა არის და მე აქედან დაუწყო რომ შენ ეს დააშავე შენ ის დააშავე ეს არის ყველაზე დაბალი დონის აქციები როგორ შეიძლება ადამიანის გაჭირვებაში რამე მოვთხოვოთ ხო აი ეს არის მით ხა ამას წინათ მოვიკითხე იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ბევრმა უღალატა ბევრმა იმასკენ გაწეს ეს ადამიანი ხო ნებისმიერის პატიმარი ხო ვინც არის ხა რამდენს უღალატეს რამდენი პრობლემის ქვეშ ხართ ხო რაღაცა ხო დაჭერილები ხართ ხო და წარმოიდგინე ხა მე აქ რო დაგიწყოთ რაღაცა ცოდ როგორ შეიძლება ეს არის მით მამო აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რომ ის ვინც იქნება იმ ადამიანს კი არის ის კი არ უნდა მოთხო მერე თან აქამდე მაო 12 და 10 წელი თვითონ უმღეროდნენ ისა რა ქვია ყველა ციგნის თავში იმას წერდნენ აი მისი დახმარებით მისი სპონსორობით და ეხა ის გამოვიდა რა ქვია ეხა დამნაშავე გამოვიდა აი ეგ არის და ამ ნაღალატებ ადამიანს მე საერთოდ არ მქონია ის ურთიერთობაც არ მქონია მე დაუდექი რომ მე ვამბობ რომ მეწოდებიან და ჩემი გულის ტკივილია ყველა ის ადამიანი ბოდიში ვიხდით გადავაჭარვე ყველას დროს და აი ამ მომენტში როგორ შეიძლება ადამიანს ამე მოვთხოვ რომ ვიღაცა სადღაც შეეშალა პირიქით თანადგომა ყოველთვის ყველას ჩემგან აქედან დიდი მადლობა მამა გიორგი ვაშალოლიძეს უღრმეს მადლობას მოგახსენებ და ხვალ დაგიმუნდებით მამა გიორგი ჩაჩავასთან ერთად სხვათა შორის საინტერესო თემა იქნება ეხლა მოვიფიქრე რაღაცა და თუ წამოყვა მამავს თუ და სულ თავის თემები აქვს ხოლმე მაგრამ აუცილებლად ვეცდები რომ აი ამ თემაზე ვასაუბრო კარგად ზანდებით დროით მე გახდით გიორგი დარასელია და ყველა პატიმარს განსაკუთრებით მოგიკითხავთ სიკეთეს და სიხარულს გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ რომ ხვალ საღამოს რვის ნახევრისად დაგიმუნდებით